იყო მე შემნა ვიჩივლო რა ვიჩივლო აი გავიგეთ რომ არ გიყვარს ეს თანამედროვე ტექნოლოგიები და სათქვეფები და მიქსერები მაგრამ ასე წვალობს თანამშრომელი სამჯერ მეტი დრო უნდა იყო ამ სკოლის ამწვედა რა პრინციპია რომ მანდამაიც ასე უნდა არა ნინო სავი სიყვარულია ხო მესმის ზურა მაგის თქაფუნზე არ მჯერა ნამდვილად მე ვიცი ყველას ვისაც მაგის თქაფუნი ესმის სიხარულთან ზეინთან დღესასწაულთან არა ამის ხმა რომ სამზარეულოდან ისმოდა ესე იგი დედაჩემი აცხობდა ნავცხოს და გვიხაროდა ეს ხმა მოთქვიფი ახლა მაგრამ რამდენი სამი რამდენი კვერცხიც არის იმდენი სუფრის მაგას შეხვილი უნდა რატო წუწუნე დღეს რა დაგემართ სამთარია როცა ფქვილს ყრი აღარ უნდა სათქვები უნდა ხის ყოფზი და ხის ყოფზიც მომზადებული მაქვს აი შეხედე ერთი მიმართულებით უნდა ორიო ყოფზი აი ჩემო გადაიფიქრე მჩივილი ხო კაი გადავიფიქრე ისეთი არგუმენტები მყავს რომ იძულებული ვარ დაგეთანხმო კაი ხმასაც ამ შემთხვევაში აქ თავისი ხმას გარეგნობას ამბავს გარეთ ცივა შიგნით თბილა ნახე თოვლია ვილოჭრელია ვანილის სუნია და რგულაც აწყობ რაქტო წუწუნებ არ წუწუნებ მე ვიცავ თანამშრომლების უფლებებს კაი მაგ დაცვაზია გადასული ახლა ყველა მაგ უფლებებს დიახ სიყვარულს რა თუნდა დაცვა სიყვარულს რა თუნდა დაცვა სიყვარულს უნდა გაფრთხილება მოფერება მოალერსება და დამალოთ ნამეტარი გაგიგზელდა შენ მაგ სიყვარულის მალვადა ასია აწი გამოვიდეს ვილიცის დღის სინათლეზე აი ამ გონი კაი დავასხატე ხოლმე შარონიაზე აჰა შარონას ხალმა მაიკო მთელი გადაცემა მიუძღვნა ამ თხელჭიქებს ბაკარაო ნემსით ნამუშევარიო და შენ პირველი დასაჭრელად იყენე? იცი რა, ჩემი ბაკარა ეს არის ხო და არა უშავს, მაიას ბაკარას გამოვიყენეთ, იმიტომ რომ ეს თხელი ჭიქაა და ჭრის კარგად, კარგი პირია. ისე აქეთ უკვე ხო იცი ხისგან გამოთლი ხინკრის საჭრელი, ცომის საჭრელები რო ისე ჩინო მაგთერები რატო მე ამითი ასეთი რაღაცები ვჭრიდი ბაშობაში და შენ კი ჭრიდი, მაგრამ ხალმა გადაცემა მიუძღვნა, მეიტანა ყუთებით, გაშალა, გაფუჭნა. უკეთესი არ არის ახალი დანიშნულება მოუძებნა. ბაკარას გოგო. დიდი ამბავი, ბაკარა და მაკარა. საფრანგეთიდან ჩამოიტანა პარიზიდან. აი მე შენი რაჭრის პარიზიდან ჩამოტანილი და იმიტომ ვიხმარე. და ელაპარაკე მაიას, რომ ნახავს ამ გადაცემას თუ გადაურჩები ნახავს. ო ვეფერები შენ მაი გაწოფებული ნახავს? უი, მაგას მე არ უნახავარ გაწოფებული. მაგას მოვერევი. ხანო ბაკარა თუ მაგაჭრა დაძეძგილია ჩემს საჭიქის მე და ბეჭიდაო. მაია, ყაისანახავი იქნები. მაია შენ პირდა ბურკების გამოცხობა ვიციო. ჯერ მარტო თეორიულად ლაპარაკობს. ვაიმე, არა თუ თქვა, ესე იგი იცის. არა, იცის, რო ვიცი, იცის, მაგრამ მოყოლით, რა თქმა უნდა ბურკების გამოცხობა. მითხარი ერთი. მაია სული ძახის არ ვიციო, თუ რამეზე თქვა, ვიციო ესე იგი. ვიციო, მაგრამ რომ იცის კექსები და კულიჩები მაგფერი უნდა, მაგრამ ვერ შემევიტყვე სამზარეულოში ერთხელ რას ვიზამ, იცი? პროდიუსერ შევთანხმდები და გავცვალოთ როლები. შენ წარადგინე ბაკარას კოლექცია. უი რა კაია, კი. რატო ბაკარა მე იქნება სხვა რამე მინდა რომ წარვადგინო. რადგინე ის წარადგინე. შენი ბავშვობის ჭურჭელი მოიტანე. და სიამოვნები. მაია შემოვაგდოთ სამზარეულოში. და მაგ მოვიტან. და კიდე მაგ რაღაცა ქალის სტატუეტკა ქალისის ეს სარკეში ყურება დედაჩემს ქორწოზე რო აჩუქეს და მე შემხვდა ის. მაგიჭირს დიდი ქონება ქონია. აბა არ ქონია. არის ნივთები რომლებიც ღირებულია თავისი დანიშნულებით და არა ხარისხით. ასე რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ძალიან დიდი დანიშნულება ქალი რომ ეყურება სარკეში სტატუეტკა. დედაჩემის საჩუქარია ქორწილის და რატომაც არა. შენ მოიცი გაპუსტიაკება. გაპუსტიაკება შენ იცი ბაკარა დაჭარი ხინკალი. და არ მინდა წაიღე აჰა ჩემთან არ გაქვს საქმე აგერ ამით რომ დაგეჭრა საბჭოთათი არ შეიძლება იცი რა წინასწარ მოამზადებ შენ კონფლიქტურ სიტუაციას პირიქით მე კონტრაქტში მიწერია სამსახურის კონტრაქტში ნუ გაართულებთ ყველაფერი გააიოლეთ შენ ეძგერე და ამით რომ მოგეჭრა სავეცკით არ შეიძლება არა ეხლა იცი ახალი სპეციალობა ან ამით არ შეიძლება და ქვია კონფლიქტოლოგი ჩვენ გიმიგრება შენ უნდა კითხულობდე მან საგანს კონფლიქტოლოგიას ერთი კონფლიქტოლოგი კი ვჭირდება გარდენიაში ნინო დავნიშნე რა კონფლიქტოლოგად შენ იქნები კონფლიქტის გამომწვევი და სულ ფრთებს ვატყაშუნებ ისეთი მშვიდობის ტრენდები იქნები დავნიშნე გეუბნები ხარი რომ გურის საღამოები გვაქვს დაგეგმილი გური უნდა იმღეროს ჩვენთან და ნინო მეთქი მოდი ასე გავაკეთოთ დავწერ მეთქი რომ გური იმღერებს და ნინო გიმასპინძლებთ მეთქი და რა მითხრა იცი კი არ ეწყინა მაგრამ მითხრა აგერო ეზოში დაკიდე ცეცხლიანი რგოლიო და იმაშიც გავხტებიო
ბარემ პრიჟო პრიჟოქში კაი სანახავი იქნება ზესტაფონიდან კუპალიკით მე ფხვი დავატყლაშინებ ასე მართლა უთხრა ჩვენს მაყურებელს 3 და 8 მარტს გური იმღერებს ჩვენს კაფეში და ნინო დააცხობს რამეს თუ დააცხობს რა დამცხობია მაგრამ იბარ ამ ხალხს რომ გონია მართლა ის საჭმელის გაკეთება არ ვიცი ხო კაი თავს რომ ვიწონებ რაც მე კაცო პრეტენზია არ მაქვს რომ ვარ კულინარი მე ვარ სახლურისა დირაშარები ლიპები უკეთია რომ მიეფერები ახლა დიდი ლიპებია დიახ ზრბილი თავს რომ დადებ რომ სირბილე იყოს 12 კილოს პატარა მე ხოდები კაი ასე კი ვერ მიეფერებოდი ვერ შემოსწამოდი და ახლა უწრებ დამხრები ხო საცოდოს და ჩამოუთხელ და ლოყე ეხლა ნახეთ არა არ გამახსენო